ვიყავი საავადმყოფოში. სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებს შევხვდი, მდიმარ პაციენტებს, განსაკუთრებით მძიმეებიც არიან. რამდენიმე მათგანზე უკვე მზადდება აქტირება და სავარაუდოდ მალე გათავისუფლებიან. იყვნენ პატიმრები, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო შიმშილობდნენ და შეწყვიტეს შიმშილობა. დაწყებულია პირობით ვადამდე გათავისუფლებები, გუშინ 35 ადამიანი გავიდა დღეს დახვალ, მოხდა ზუსტად წინასწარ შეიძლება, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ 200-ზე მეტი 300 ნომეტის ადამიანი გათავისუფლება დაახლოებით როგორც უყურებთ. ერთი თქვენი კოლეგა გათავისუფლდება, სხვათა შორის დღეს მალხაზ გულაშვილი. 12 დაწესებულებიდან საღამოს ალბათ საათი ჯერ არ ვიცი, დღეს ბოლომდე სავარაუდოდ გამოვა. იმ პოლიტპატიმრებს, რომლებსაც პირობით ვადამდელი გათავისუფლება ეკუთვნით, აუცილებლად შეეხებათ და ხვალ ერთი ასეთი გამოვა, ახლა წინასწარ გვარს არ ვიტყვი. მას შეეხება დაწერილი აქვს. დანარჩენი, სადაც კანონი არ გვაძლევს საშუალებას, ჩვენ უბრალოდ ხელფეხი გვაქვს შეკრული. ამნისტია, პირობით ვადამდე გათავისუფლების ეფექტური ამუშავება, ალბათ პატიმრებისთვის გარკვეული შეღავათების მიცემა და უფრო მობიერი დამოკიდებულება და შეხება შეკრებითობის გაუქმება, რომელიც ასევე პარლამენტის მისაღებია, ჯამში იქნება ფართომასშტაბიანი.